ერაყის სისხლის სამართლის უმაღლესი ტრიბუნალი მოსამართლე იძახებს ბრალდებულს. სადამი დარბაზში შეყავ. მას მუქი ფერის კოსტუმი და თეთრი პერანგი აცვია. ხელში ყურანი უჭირავს. ჩდება. მოსამართლე მოითხოვს, რომ სადამა განაჩენს ფეხზე მდგომმა უსმენოს. ჰუსეინი დგება. მას ხელები შესამჩნევად უკანკალებს. მოსამართლე განაჩენის გამოცხადებას იწყებს. სასამართლომ დაადგინა სადამ ჰუსეინ ალმაჯიდის სიკვდილით დასჯა ჩამოხრჩობის გზით. სადამი მოსამართლეს აწყვეტინებს და ყვირის. გაუმარჯოს ერაყელ ხალხს, ალაჰი დიდია. შემდეგ სადამ ჰუსეინი მოითხოვს, რომ როგორც სამხედრო პირი დახვრიტონ, რადგან ჩამოხრჩობა მისთვის დამამცირებელია. სასამართლო ყოფილი დიქტატორის ამ მოთხოვნას არ ასრულებს. 26 დეკემბერს სადამ ჰუსეინს შეწყალებაზე უარსეუბნებიან. 4 დღის შემდეგ, 2006 წლის 30 დეკემბერს, ბაღდადის დროით დილის 6 საათზე, ყურბან ბაირამის დღესასწაულის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, სადამ ჰუსეინს სიკვდილით სჯიან.